ვაგრძელებთ ჩვენს პროგრამას, დღე პირველ რიგში ვუყურებთ თქვენ გადაცემას და როგორც თქვენ მიხვდით, მე ადგილი შევიცვალე იმის გამო, რომ საქართველოს სახალხო არტისტ ქალბატონ ნანა ფაჩვაშვილს გავუთხმე ჩემი სავარძელი. მე მიყვარს ხოლმე, როდესაც მას ვუთმობ ხოლმე ჩემს ადგილს. ნანა ფაჩვაშვილის რუბრიკა არტისტის დღეა დღეს, როგორც თქვენ მიხვდით და მას ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი ნიკოლოზ საბაშვილი, თოჯინების თეატრის დირექტორი. ამჯერად ახლა ესე ქვია, როგორც მე ვიცი, შეითვალა რა კანონი. თუ რატომ არის ის დღეს ჩვენთან, ნანამ რატომ დაპატიჟა, მოიპატიჟა ჩვენ სტუდიაში, ამას ქალბატონი თვითონ იტყვის, თორემ მე მეტყვის არ მალაპარაკე, წამართვი სიტყვა. არასოდეს, პირიქით მე მოგესალმებით, ნანა, მოგესალმებით. არა, ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ისეთი ხელმძღვანელია, რომელიც ხუთ თეატრს ხელმძღვანელობს, შენ არ ვიცი, იცი თუ არა ამის შესახებ. ერთ ვერ ხელმძღვანელობს და თქვენ ხუთს ხელმძღვანელობთ ყოჩას. საპასუხისმგებლო რამ არის და ყველაზე ამდენ არტისტთან აქვს ურთიერთობა, რა სხვადასხვა რა ძნელია ამდენ მსახიობთან ურთიერთობა. ჩვენი მსახიობები არ არიან ასეთები. არ არიან. არა, მართლა ძალიან ფასეულია, ღირსეული რამ არის, რასაც უძღვება წინ, იმიტომ რომ აი იცი რა, ის სიყვარული იქიდანვე დგება ხოლმე, არა ბავშვობიდან. ყველა ბავშვს ხო უნდა რაღაცა იყოს, ან მომღერალი, ან მსახიობი. და ეს თოჯინებიდანაც ხო მოდის პირველ რიგში. ჩემთვის მაგალითად იქიდან წამოვიდა. იქიდან წამოვიდა. თოჯინების თეატრი გიждები, სემპოზიამდე. ხო. ჩემშულსაც. და რა თქმა უნდა, ამითაც მნიშვნელოვანია და მისი პასუხისმგებლობით, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ხელმძღვანელობს ერთი ადამიანი, ამდენ თოჯინებს, ამდენ თემას თუნდაც. არ ვიცი, მე მინდა რომ ამაზე ილაპარაკო, სირთულეები რაშია პირველ რიგში თვითონ? სირთულეები ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაბიჯ ამ სირთულეებს ვცდილობთ რომ მოვაგვაროთ. თქვენც იცით ახლა თეატრებში პირველი სირთულე რაც არის, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებით, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ეს პრობლემები დავიწყოთ უკვე კულტურის სამინისტროსთან ერთად ნაბიჯ ვაგვარებთ და დარწმუნებული ვარ რომ გავალთ იმ შედეგზე რაც გვეკადრება. ხო. რაც შეეხება ჩვენს გაერთიანებას, ჩვენი გაერთიანება მოიცავს 5 თეატრს, ეს არის თბილისის თოჯინების თეატრი, ქუთაისის, ახალციხის, ბორჯომის და გურჯაანის. ბათუმის არ შედის. ბათუმის ჩვენთან არ შედის, იმიტომ რომ იქ მოგეხსენებათ კულტურის სამინისტრო თავისი სამინისტროს. ჩვენ რაც მოვახერხეთ ამ წლების განმავლობაში, რეაბილიტაცია ჩაუტარეთ თოჯინების თეატრს. რამდენიმე თეატრი ავარიულიც კი იყო და დღეს უკვე ყველა თეატრი მუშაობს. ბოლო თეატრი რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო და დიდი ხანი იყო გაჩერებული, ეს არის გურჯაანის თეატრი და გვეღირსა და გავაკეთეთ, გავარემონტეთ ნაწილი, სადაც უკვე შეგვიძლია მივიღოთ მაყურებელი და ნელ-ნელა იქაც ვიწყებთ უკვე პროცესებს და დარწმუნებული ვარ ეს თეატრი ქალაქს ექნება, შეიყვარებს და ვიწყებთ. რა მაინტერესებს იცით, თუ შეიძლება ქალბატონო ნანა? მე იცით რა მაინტერესებს, თოჯინები, მიუხედავად რომ 21 საუკუნეა, ციფრული საუკუნეა და ეს ბავშვები, რომლებიც თოჯინების თეატრში დადიან, სამწუხაროდ, მე ვერ ვიტყოდი რომ ეს კარგია, მაგრამ სამწუხაროდ ციფრულ გაჯეტებთან ერთად იზრდებიან. ანუ ისინი ხელოვნების პირველ, ყოველ შემთხვევაში ხელოვნებასთან ურთიერთობას, ეს იქნება ანიმაციური ფილმები თუ სხვადასხვა ტიპის, ვთქვათ, აუდიოვიზუალური პროდუქტით, სწორედ ციფრში ხედავენ. ეხლა ეს არ არის ნამდვილად კარგი, ყველა ფსიქოლოგი გვეუბნება, რომ ეს ბავშვისთვის დამღუპველია, მაგრამ რეალურად ეს ასე ხდება. ანუ პირველი შეხება მას გმირთან, ზღაპრულ გმირთან, სანამ თოჯინების თეატრში წამოვა, აქვს მანამდე სამწუხაროდ სწორედ ციფრთან. აი შემდგომ რამდენად ადვილად ადაპტირდებიან ისინი და ცოცხალ თოჯინასთან ურთიერთობა, როგორ ხდება დღეს ინტერესი მათ, ისინი და თეატრი უკვე ვალდებულია, რომ შემოიტანოს თუნდაც გარკვეული ტიპის ციფრული სამყარო თანამედროვე სპექტაკლებში, თუ რაღაც კლასიკური ვარიანტის თოჯინა შესთავაზოს და ამას იღებს მაყურებელი, პატარა მაყურებელი ადვილად?
ნახეთ ჩვენ სულ ვცდილობთ რომ ფეხი აუწყოთ იმ თანამედროვეობას და ტექნოლოგიურად და ვიზუალურადაც ბავშვს მივცეთ ის პროდუქტი, რასაც რისი მოთხოვნილებაც გააჩნია. რა თქმა უნდა, იცვლება თოჯინების თეატრიც. დღეს მინდა გითხრათ, რომ ძალიან ეკლექტურია თოჯინების თეატრი და რის გამოც მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ის შესაძლებლობები, რაც არის თოჯინების თეატრში, დრამას არ გააჩნია. ეს არის დიდი ბედნიერება მუშაობდე თოჯინების თეატრში, ზუსტად ამის გამო. და თუ შენ დროს არ აყევი, რა თქმა უნდა, ბავშვი ვერ გამოყვება და ის შენი მაყურებელი ვერ იქნება. ძალიან რთულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დაეწევი იმ ტექნოლოგიებს და იმს გმირებს კიდე რომელიც რა თქმა უნდა, მაგრამ არსებობს სხვადასხვა მეთოდები. ის რომ თქვათ არ გაქვს რაღაცა ისეთი აპარატი რომელიც სამოგავთ ცოცხალი თოჯინა ბავშვის სათამაშოა უყვარს ძალიან და უკვე მიჩვეულია. ეს როცა ცოცხლდება ბავშვის თვალწინ და თან მით უმეტეს როდესაც ბავშვი ჩართულია პროცესში და ისიც იღებს მონაწილეობას ეს მისთვის უკვე საინტერესო ხდება. მანანა მახსოვს რა იყო ჩემთვის მანანას რო ვეძახ. ეხლა სარი მანანა. ბატიშჩუკი ეს კლასიკა რომელიც არის და არის. ვერ ვხსნით ამ სპექტაკლს. ვერ მოხსნით, იმიტომ რომ მე ვიყავი ოქროს მყავდა და ნუ გადაირია ისიც მანანას ნიადაგ. იმხელა მოთხოვნა ამ სპექტაკლზე რომ ნუ ვერ ვხსნით. და ეს სპექტაკლიც ახლა ჩვენ განვაახლეთ. რა თქმა უნდა შეიცვალა იქაც რაღაცები, თუმცა მთავარი რაც იყო ის დარჩა ძირითადი. ასე რომ ეს მარტო საქართველოში არა, ეხლა მსოფლიოს ტენდენციებს რო შევხედოთ, თოჯინების თეატრი, რაზეც არის გადასული, არის ამაზე რომ გათანამედროვდეს და არ იყოს თუნდაც მხოლოდ თეჯირში ნაჩვენები სპექტაკლი და უამრავ ფორმას ვგებულობთ. საქართველოს მით უმეტეს სიამაყით მინდა გითხრათ, რომ აი ამ პატარა ქვეყანაში ჩვენ მცირე ფორმის თეატრები გვაქვს ძალიან ბევრი. თითების თეატრი, ნუ არა სახელმწიფო მარიონეტების თეატრი, ჩრდილების თეატრი, სახელმწიფო თეატრებზე ვამბობ. მე გივრთვლი რომ ამდენი სახელმწიფო თეატრი არ არის საჭირო აქ ჩვენ ქვეყანაში. ეხა იაპონელები ყავდნენ. მაგრამ მე ამაში ვერ დაგითანხმები. არა, თოჯინებს გარდა და მოზარდ მაყურებელთან, ამორის გარდა. მე ამორს ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს მუდმივად დოტაციაზე, იმიტომ რომ ის თავის თავს ვერ შეინახავს. ეს ორი მიმართვა და ერთი ოპერის თეატრი. ეს ორი მიმართულება, ოპერის თეატრი, მოზარდის და თოჯინები, ანუ ბავშვებს ეხება და ახალგაზრდებს, ის უნდა იყოს სახელმწიფო დოტაციაზე და კარგ დოტაციაზე. თან მარტო ისე დოტაციაზე კი არა. დანარჩენი თეატრები დანარჩენი ხო არ აინტერესებს. ერთი იყოს დრამატული, როგორ არ მაინტერესებს. მაგალითად რუსთაველის მარჯანიშვილის კი ბატონო. განათლება მიიღეს თეატრალურ. ამდენი განათლება არ არის საჭირო, მიიღება ეხლა დღეს სწორედ ხდება ბაზრის კვლევა და ის გამოავლენს რამდენი არტისტი და რამდენი რეჟისორია საჭირო ჩვენს პატარა ქვეყანაში. მეც ნაწილობრივ გეთანხმებით, თუმცა მე თეატრები არ მაღიზიანებს, რაც მეტი იქნება მეც არ მაღიზიანებს, უბრალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა იმაში, რომელიც თქვა, როდესაც ძალიან ბევრი სხვა რამ არის მოსაგვარებელი. ეკონომისტი ბრძანდებით არა, მე ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანი. ხო, ნანა, უკაცრავ, სხვა თემაზე გადავედი. არა, არაფერი, უბრალოდ იცი, მე ვიცნობ მას როგორც ძალიან კარგ რეჟისორს და ნანახი მაქვს მისი სპექტაკლები და რაღაცა მაშინ შევახსენე კიდევაც რა კომპლიმენტები უთხარი, იმიტომ რომ მას თავისი ხედვა აქვს ისეთი, რაც ცოტა იშვიათია და ვიყავი ხოლმე აღფრთოვანებული და ეხლა თოჯინებში უკვე ვეღარ დავდივარ და ალბათ მანანად მაინც აი მანანა 20 წლის მერე და ნანა ფაჩუაშვილი მანანას თოჯი. აი ერთადერთი სცენა დარჩა, სადაც არ გითამაშია სხვათა შორის თოჯინების თეატრის სცენა. ვითამაშებ. 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 აი კაი იდეა მოგაწოდე. აი დაფბიდა ითამაშებს ნანა ფაჩუაშვილს მოვა მთელი საქართველო. თავის დედებიან მამებიან. გოგა ჩემო საყვარელო და იცი რა არის ცოტა რთულია რომ დათმო შენი როგორ გითხრა ტოლვა რაღაც დიდი სცენაზე და გადახვიდე ამ მართლა არაჩვეულებრივ საქმეში და ეს როგორ მოხდა? მე ვერ გიტყვით რომ დრამას ჩამოვშორდი, დრამატულ სპექტაკლებსაც ვაკეთებ, იგივე საზღვარგარეთის პროექტები იქნება თუ საქართველოში. პირიქით შემიძლია გითხრათ რომ ვაკეთებ დრამატულ სპექტაკლს, სულ მენატრება, სულ ვცდილობ იქ შევიტანო თოჯინური მიმართულება რაღაცა. კი, იმიტომ რომ თოჯინების თეატრი არის სხვა სამყარო.
ძალიან განსხვავდება დრამატული თეატრისგან. ну, რა თქმა უნდა, დადებითი კუთხით ვამბობ, ბევრი ისეთი შესაძლებლობები გაქვს თოჯინების თეატრში, რაც სიტყვაზე ვამბობ, დრამატულ თეატრში არ გაქვს. ამიტომ ის რომ მე რაღაცა თავს ვგრძნობდი დაჩაგროთ რამეს ვერ ვაკეთებ თოჯინების თეატრის გამო, ეს ასე არ არის პირიქით. ავსებთ ერთმანეთს. თუმცა ინახეთ ნიკას სწორედ კარგ თემას წამოწიეთ ახლა თქვენ და გამახსენდა. აი ეს არ არის ეს თქვა კარგი ხოლმე მე მინახავს ჩვენს ქართულ სივრცეში თოჯინების თეატრში, შესაძაც აი სწორედ რეჟისორები რომელთაც ძალიან თვლიან რომ ფართო ხედვა აქვთ თავიანთი და სცენის მასშტაბი დიდი და საქმელის გადმოცემის და ასე შემდეგ. აი ხშირად ცდებიან ჟანრობრივად თოჯინების თეატრს ცდებოდნენ და ანახან ცდებიან ხოლმე და მეცაც გეტყვით თვლიან ჟანრობრივად მარტო არა აუდიტორიას არის თვალისწინებენ რომ ის არის ბავშვებისთვის განკუთვნილი თეატრი პირველ ყოვლისა და აი რაღაცა საკუთარი მიზნების იდეების ჩანაფიქრების ლამის შექსპირი დადგან უკვე და ოტელო თოჯინების თეატრში ანუ მე ამას გულისხმობ რომ არ ხდება ხოლმე და როგორ არის როგორც ხელმძღვანელი ამ ხუთი გაერთიანებული თეატრისა ხდება თუ არა სწორედ აი ამის აუცილებელი მონიტორინგი რამდენად არის საბავშვო სპექტაკლი თოჯინური საბავშვო რა თქმა უნდა აი ეს არის ყველაზე იმიტომ რომ ძალიან ხშირად მინახავს სპექტაკლები საბავშვო თეატრის მაგრამ არა საბავშვო რა თქმა უნდა აქ არის გასათვალისწინებელი ძალიან ბევრი რამე ჩვენ ახლა ბოლო წლებში ვცდილობთ რომ ფსიქოლოგებიც კი შემოვიყვანოთ ძალიან კარგია ეს რომ ეს არ იყო გათვალისწინებული მაგალითად აი რამდენი დეციბელით არის მუსიკალური თქვა ნაწარმოები დაშვებული ამასაც კი არ ვაქცევთ ყურადღებას თოჯინური თეატრი როცა საბავშვო პროდუქტი კეთდება იქ ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენ გვინახავს აი მაგალითად დარბაზში რომ ბავშვი ტირის გადის ეს მარტო შემოქმედებითი ჯგუფის ბრალი არ არის მშობელმაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს იქ რო აწერი აფიშას +3-ია +6-ია +5-ია იმიტომ რომ ეს უკვე ძალიან გამოიკვეთა რომ აი თქვა თუ ჩვენ ვაკეთებთ საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის სპექტაკლს იქ ძალიან ბევრი სიფრთხილეა ძალიან ბევრი დეტალია რომელიც უნდა გაითვალისწინო ბავშვს როდესაც ეშინია ეს არის შენი ბრალი ბავშვის ბრალი არ შეიძლება იყოს იმიტომ რომ მოდის სადღაც სივრცეში აღიქვამს რაღაც ფერებს შემოდის იქ ჩაურთავ უცებ მუსიკას იქ რაღაცა განათებას ისე გაუკეთებ ის შეიძლება სტრესი ჯანმრთელობაზე იმოქმედოს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ბავშვს დაახვედრო და მშობელს ისეთი პროდუქტი რომ იყოს კმაყოფილი ამიტომ როცა ბავშვი ტირილით გადის დარბაზიდან ეს არის შენი ბრალი და ეს უნდა ყოველთვის გაითვალისწინოს უნდა მოერგო იმ ბავშვს და ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ჩვენი აუდიტორია რომელიც ბავშვებს წარმოადგენს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ის ილექება მე თეატრს რო უხსენებ შეიძლება გაგიპროტესტოს და ამიტომ დახვედრა აი ფოიეში დახვედრა მიღება სტუმრის აი აქედან უნდა იწყებოდეს ისე დახვდე რომ სახლში მოხდეს თუმცა არსებობს უკვე ჩვენ გადავედით ახლა ახალ ეტაპზე ქალაქში არსებობს უკვე თოჯინების თეატრი უფროსი თაობისთვის გაუმიჯნეთ ეს არის აუცილებელი რომ ჩვენი მსახიობები მუშაობდნენ უფროსი თაობისთვისაც და სულ ტრენინგში იყვნენ და ეს არის კინოსტუდიის ეზოში თოჯინების სახლი სადაც ჩვენ დავიწყეთ ეხლა ცოტა ხანი საერთაშორისო პროექტების გამო გაჩერებული ვიყავით წასვლები ვიყავით არ ვიყავით აქ და ამიტომ ქალაქს ექნება თეატრი სადაც როგორც მარიონეტების თეატრია შეუძლია აქაც მობრძანდნენ და აი ესეთი მცირე ფორმის თეატრები ამ მიმართულებით რაც მეტი იქნება ეს არის საამაყო იმიტომ რომ როდესაც ქვეყნის გარეთ გავდივართ თქვენ არიცით როგორი სიამაყით ვაცნობთ ამ ჩვენს პროდუქტებს და ამ თეატრებს და ქართულმა თოჯინურმა თეატრებმა თავისი ადგილი დაიმკვიდრა ეს მეტყველებს იმაზე რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო პროექტი გვაქვს უკვე მოწვევები როგორც დადგმებზე ისე ფესტივალებზე ჩვენ ბათუმში ფესტივალიც გავაკეთეთ სადაც ძალიან საინტერესო ხელოვანები ჩამოვიყვანეთ და ძალიან კარგი ურთიერთობები შედგა და პრიორიტეტები გვაქვს ეხლა წლევანდელი წელი არის პრიორიტეტი უკვე საერთაშორისო ასპარეზზე და ვცდილობთ რომ
რაღაცა საინტერესო ადამიანებთან მოვხდეთ. სხვათა შორის ახლა იორკის ფესტივალზე მივდივარ თეატრალური უნივერსიტეტიდან და დიდი მადლობა გიორგი შალუტაშვილს ამისთვის. სადაც სპექტაკლი ამ ფესტივალზე, შექსპირის ფესტივალზე პირველად მოხდება. თუ არ ვწდები, ანესაშვილს ჰქონდა ბატონ რობერტ სტურუაზე ფილმი წარდგენილი და როგორც სპექტაკლი პირველად მიდის. ამაზე ჩვენ სხვათა შორის ბატონ გიორგის ვესაუბრეთ და როდესაც დაბრუნდებით იქედან მე უფრო ცლად ვისაუბრებთ. ნანა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი სტუმარი რომ დაპატიჟეთ დღეს ჩვენთან. დავამთავრეთ. ძალიან ბევრი იყო სასაუბრო. არა, ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ბევრი დრო გვაქვს, მივხვდით რომ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ვისაუბრებთ.